ავიაციახლების დროს დადგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ჯორჯია მართავს. კვლავ წარმატებით გაიარა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის აუდიტი და მოიპოვა მათ შორის სერტიფიკატიც ისაკოსი. ამ და სხვა სიახლეებზე უფრო ვრცლად ახლა უკვე მარია მიზორია ისაუბრებს, რომელიც გვერდდება პირდაპირ ეთერში. დილმშრომლობისა ნინი მივესალმები საქმიანი დიდალს მაყურებელს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობაზე ტენდერი წლის ბოლოს გამოცხადება. სახელმწიფო კომპანიაში BMG-სთან განმარტავენ, თუ რატომ შეცვალა მთავრობამ პოზიცია თელავის აეროპორტთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო უნდა ყოფილიყო. მიზეზი აზიაში დაგეგმილი დიდი აეროპორტის მშენებლობაა, შესაბამისად მთავრობაში მიაჩნიათ, რომ სწორი არ იქნება სიახლოვეში ორი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებდეს. ამას გარდა აპირებენ დაზოგონ ასევე ბიუჯეტის ხარჯებით. თელავის აეროპორტის პროექტი 50,000-მდე მგზავრის მომსახურებაზე იყო გათვლილი, უნდა აშენებულიყო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სრულად ახალი სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 მილიონზე მეტი თანხის გამოყოფას საჭიროებდა. პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად აეროპორტი მორგებული იქნება მხოლოდ შიდა ფრენებზე, შესაბამისად განიხილება ბიუჯეტის კორექტირება, შემცირდება აეროპორტის გამტარობა, მოხდება ტერმინალის რევიზია, მიმდინარეობს სააეროდრომო ინფრასტრუქტურის ნაწილის კორექტირება, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი დანიშნულების ფრენებისთვის განკუთვნილ ხომალდებზე იქნება მორგებული, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის გაცილებით ნაკლებ დანახარჯს ნიშნავს, უთხრეს BMG-ის აეროპორტების გაერთიანებაში. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მთავრობა გეგმავდა მომავალში თელავის აეროპორტი საერთაშორისოდ გარდაექმნა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ-ჯორჯია მართავს, კვლავ წარმატებით გაიარა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის აუდიტი და მოიპოვა სერტიფიკატი ისაგო, რომელიც ადასტურებს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს IATA-სგან აღნიშნული აღიარება უკვე ჰქონდა, თუმცა რესერტიფიცირების აუდიტის წარმატების გავლის შემდეგ მისი ვადა გახანგრძლივდა. ტავ-ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს, მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს და მისი პრიორიტეტი მგზავრებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზება. აღნიშნული სერტიფიკატი მნიშვნელოვანია სწორედ მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების დასასტურებლად, რაც დადებითად ისახება აეროპორტის საერთაშორისო რეპუტაციაზე და ამაღლებს დობას ავიაკომპანიების მხრიდან, რომლებიც უკვე ოპერირებენ ან დაინტერესებულნი არიან ქვეყნის მთავარ აეროპორტში ოპერირებით. ახალი სერტიფიკატი IATA-სგან ტავ-ჯორჯიას გუნდს 2025 წლის ოქტომბერში გადაეცემა და მისი ვადა 2 წლით იქნება განსაზღვრული. ავიაკომპანია ვიზიარმა ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. ფრენები ორ ქალაქს შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სენქტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით განხორციელდება. ფრენები კვირაში 2 სიხშირით სამშაბათს და შაბათს შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსაშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანაორგანიზებით სავაჭრო სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრების რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც საავიაციო და ტურიზმის სექტორის წარმოადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქრუვიშვილმა, საავიაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილმა და სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილმა გახსნეს. საუბარი ძირითადად შეეხო ავიაციის განვითარებისთვის და ზოგადად ოპერირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ საკითხებს, მათ შორის ვაზიანის აეროპორტის განვითარების სტატუსს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას. Air Serbia თბილისიდან ფრენებს იწყებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიამ სააგენტოში უკვე წარადგინა განაცხადი მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ბელგრადსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენების შესრულებაზე. ამას გარდა უწყების ინფორმაციით 5 ივნისს
ბელგრადში საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებს. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციითვე შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ბელგრადში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში მხარებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებათა შორის მემორანდუმს, რომელიც იმოქმედებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება შესაძლებლობას ხდის სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების.